გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ვიკა, მე ვარ დღეს უკვე 23 წლის. ხოთ შორის პირველ თუ 23 წლის და ძალიან უცნაურად გრძნობ თავს. რაღაცნაირი ასაკი მაქვს. თითქოს რომ არც დიდი ხარ და აღარც პატარა. ეს იქნება ჩემი დღევანდელი დღის ვლოგი, დაბადების დღის ვლოგი, სადაც ვიქნები ჩემს მეგობრებთან, ჩემს ნათესავებთან, ჩემს შვილთან ერთად, ქმართან ვერა. იმიტომ რომ ჩემი ქმარი ნადირობის გახსნაზე წავიდა. გიორგი, ეხა თუ მიყურებ, როგორი გრძნობა ცოის მარტო და დოვება დაბადების დღეზე, ჰა? მამა? არ გინდა ბოდიში. ჩემი დღევანდელი გეგმები ასეთია. რადგან ახლა არის პირველი საათი დღის, ეხლა ხანს მოვედი თბილისიდან. თბილისში რა მინდოდა? რადგან გეგმები ისე დავაგდა, რომ ჩემი ქმარი დღეს ჩემთან ვერ არის, გუშინ მთელი დღე ერთად ვიყავით. პირველი რაც უნდა გავაკეთო ეს არის წავიდე ტორტის მოსატანად, მე ტორტსაც გაჩვენებთ. და იმ ტორტთან ერთად გადავიღო ის ერთი ნანატრი ვიდეო TikTok-ისთვის, რომელსაც ზუსტად ვიცი რომ 30 ლაიქი იქნება, მაგრამ მე ჩემი ჭიალმა გავახარო. და საერთოდ ვის აინტერესებს რამდენი ლაიქი იქნება. თავარის თქმა დამავიწყდა მეგობრებო, დღეს დილით დამხვდა აი ეს მესიჯი. რაც ნიშნავს იმას, რომ მე უნდა წავიდე ახლა და ვინმე გელას გამოვართვა რაღაც ამანათი, ვიცი რომ ვერ არიან კარგად რაც და მენტალურად, მაგრამ ამდენად იქნებ საჩუქარმა გამოვარდა. მოვერი, ტორტი მოვიტანე. არის უსაყრელესი, უპატარავესი, აი ყველაფერი და წარწერა ზუსტად ისეთია, როგორც მე მინდოდა. ვიცი, მაგრამ დაგენახებით მთლიანად მაშინ, როცა გავიკეთებ მაკიაჟს. ისე რომ უკვე წავიშვიდე დამატენიანებელი. ახლა ვის ეს ლაუდერის ტონალურს. ხოთ შორის მგონი საუკეთესო ტონალურია, რაც მქონია და კიდევ ერთი ბრენდი მიყვარს ძალიან. უბრალოდ იმ ბრენდის ტონალურები მქონდა 3-4 ცალი და გავაჩუქე. ზოგი გავყიდე. ამიტომ არ მაქვს დარჩენილი და მხოლოდ დავიტოვე ჩემთვის ესტე ლაუდერი. და კიდევ ბავშვობის ტონალური მაქვს, მოიცა უნდა გაჩვენოთ. ძალიან ბავშვობის ტონალური. ტონალური გადავინაწილე, ხა წავისვამ კონტურს, რომლის სახელი და გვარიც არ მახსოვს და არ წარმომავლობა, იმიტომ რომ ეს კონტური მაქვს 2018 წლიდან. დიდი ალბათობით. ვიცი რომ აქვს გასული, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს და ხა ისეთ ადგილზე არ ვისვამ თვალთან სადღაც ისე ახლოს რომ დამაზიანოს. ხა მე მინდა ეს რაღაც რომელიც განადგურა კი რა მოყოდა არ ხუმრო მართლა განადგურა ანუ ეს ხელში ჩაიგდო და ამოჩიჩქნა თვალიშვილები მართალია იაფეთებს მაგრამ მაინც რატო უნდა განადგუროს თვალიშვილებით წავისვი ახლა წავისვამ ნუკის წითელ პომადას პუდრი ჯეინ ირედალის თუ აირედალის თუ რაღაც როგორც იკითხება მაგის პუდრი მაქვს ესაც უკვე მე მგონი მეორე თუ მესამე წელია რაც მაქვს და ეს არის საუკეთესო პუდრი სამყაროში. წეგან ტონალურებზე რო ვამბობდი, ის ტონალურებიც ამ ბრენდის, იგივე ბრენდისაა. არ ვიცი, რეკლამა არ არის, ეს არის გულწრფელი რეკომენდაცია. ჰაილაიტერი. მაკიაჟის გაკეთებას მოვჩი, მეგობრებო, თმას ასე დავტოვებ, იმიტომ რომ გაშლილი რაღაც არ მომწონს, რაც ფოქოჩი. გამეზარდა. ფეხზე ჩავისვამ GWP-ის ფეხსაცმელს, რომელიც ძალიან მინდოდა რომ ჩამეცვა და არცად არ მქონდა ჩასმელი, იმიტომ რომ არცად არ მოხვდი ისეთ ადგილზე. ჩავიცვამ და დაგენახებით. ეხა წავიდნენ სტუმრები. 12:30. მაგდა ასალგებელია. იქით რა ხდება პროსტო. ძალიან მეძინება. მაგრამ პრიორიტეტები სწორად დავალაგე და ჯერ ფოტოები დავავთვალიერე. გავაკეთე. და დავპოსტე. ახ გაჩვენებთ.
გამარჯობა მეგობრებო, ახლა არის 24 აგვისტო, გუშინ ვერ მოვასწარი მის გადაღება, რაც მინდოდა რომ გადამეყო და დღეს გაჩვენებთ. ანუ ახლა გაჩვენებთ ჩემს საჩუქრებს. ეს არის ჩემი გოგოების საჩუქარი. ძალიან მიყვარს სიურპრიზები, შესაბამისად ეს იყო უძალიან მაგრესი საჩუქარი. იმიტომ რომ საერთოდ არ ველოდებოდი. რა დევს ხა ამ კალათაში? დუშგელი. იცი ყველობა. სახის ნიღაბი. ტუჩის ნიღაბი, კირას შეხედავთ არკეში. ტუჩის ნიღაბი. აი მე სხვათა შორის დატესტო აბა. კაი მე რა ხო ვერ ვილაპყარ არკე. კაი არა უშვებს. ავიდა 5 წუთი და მოიხსენი. ეს სუნამო. ძალიან კარგი სუნი აქვს მეგობრებო. მეორე სუნამო. ამასაც ძალიან კარგი სუნი აქვს. მესამე სუნამო. ეს კვილია, ამას ვერ დავისხავ. კვილის სუნი ტვინში მერტყავს და მგონია რომ ჰიპოთალამუსი უნდა გამომივარდეს თავიდან. ეს ულამაზესი ბლოკნოტი, რომელიც ისე მომწონს, რომ მენანება ისიც კი რომ გავხსნა და შიგნით რამე ჩავწერო, მაგრამ მაგ შეცდომას აღარასდროს აღარ დავუშვებ, იმიტომ რომ მთელი ბავშვობა ჩემ ულამაზ ბლოკნოტებს ვინახავდი და ახლა სად არიან კაცმა არ იცის. აბეზანის ბომბები, რომელსაც აქვს უმაგრესი სუნი, თმისამაგრი. ეს არის სარკე, რომელიც ნახე უკვე რო სარკეა. იმიტომ რომ თავიდან რაღაცნაირად ვყურებდი, მეთქი რა არის. ვაიმე, ეს ძალიან საყვარლობა. პირსახცი და რაც თავარია, მის ხელში ბარათი, რომელიც საყვარლესია. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა მარის და ანას, რომელსაც გაახსენდათ ჩემი დაბადების დღე. რო არ გახსენებოდათ პირიქით, ეგ იქნებოდა უცნაური, მაგრამ მაინც. და რაც თავარია, არ დაეზარათ და თბილისიდან გამომიგზავნეს ეს საჩუქარი. აუი, აქ კიდევ ორი ვაზა იყო, ძალიან ლამაზი, მწვანე, მაგრამ ისე მომეწონა, რომ უკვე დავდე ჩემს სამზარეულოში რო ჩანდეს. ახლა გადავიდეთ ლიზის საჩუქარზე. ლიზიმ იცოდა რომ მე ტუში აღარ მქონდა და მესაუდეს ტუში მაჩუქა, რომელიც დავტესტე და არის ძალიან კარგი. ძალიან კარგი და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წამწამების საერთოდ არ მაქვს, ეს ძალიან კარგი ტუში იყო მოკლედ. და ასევე მესაუდეს ულამაზესი ჰაილაიტერი, ანუ ხალხო არ ხუმრობ, ძალიან ლამაზია. და ძალიან პიგმენტური. ერთი წუთი გაჩვენოთ მზე მოხდეს. I feel pretty. ძალიან დიდი მადლობა ლიზის, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ხარისხიანი პროდუქცია. შემდეგი, ეს საჩუქარი მაჩუქეს ქეთიმ და მარიმ. შეიძლება თქვენ ეს სახელები არაფერს გეუბნებათ, მაგრამ მე მეუბნება. თუ გინდათ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ეს არის ულამაზესი რაღაც. გავხსენი. ეს არის სადგამი. Wait. აქ იქნება ეს. ანუ ისეთი ესთეტიური ნივთია, ისეთი ესთეტიურია, რომ უკვე წარმოვიდგინე, სად უნდა დავდგა, როცა რემონტი გაკეთდება. ყველა მიცის რომ მე ძალიან მიყვარს ისეთი პინტერესტული ჭურჭელი და ესეთი კაი გემოვნება რო აქვთ გოგოებს, რომ ზუსტად ის მომიტანეს, რაც ძალიან მომწონს, ანუ 100%-ით მომწონს, ძალიან დიდი მადლობა მათ. უფრო მეტი ჭურჭელი მეგობრებო. ეს არის დედა ჩემი საჩუქარი, რომელსაც სულ ამბობ აქვს ყველაზე მაგარი გემოვნება საყვარელში. ეს ულამაზესი, უესთეტიურესი, უპინტერესტულესი ჭიქები. წარმოვიდგინეთ ეს თეთრი ჭიქები ყავისფერ ხის დეტალებთან ერთად. რემონტს გულისხმობ რა. და ასევე დედა ჩემმა მაჩუქა კიდევ მწვენი ჭიქებიც, რომლებიც უკვე შევაწყე. უბრალოდ ვეღარ გაჩვენებთ, ძალიან ზემოდავდე. და ბოლოს ჩემი ქმრის საჩუქარი, რომელთაც ახლა ამ ვიდეოს ვიღებ. ეს არის iPhone 16, რომელიც ერთი თვის წინ მაჩუქა და ეს იყო წინასწარი ჩემი დაბადების დღის საჩუქარი და ძალიან დიდი მადლობა მას. ყველას მინდა უდიდესი მადლობა გადავხადო, რომ მოვიდნენ, რომ დამაფასეს, რომ უნდათ ჩემთან ერთად ყოფნა და ნუ საჩუქრები რა თქმა უნდა მთავარი არ არის, მაგრამ მაინც მიხარია. მადლობთ. ახლა თქვენ რო გაჩვენოთ, ქვემოთ რა ხდება? ანუ უკაცრავადო. ეს რას ნიშნავს?